ისო პირდაპირ ეთერში ვართ. არის საჩუქრები. აქ საჩუქრები არა, მაგრამ სხვილი საჩუქრებია. რაღაცა შემოთავაზება იმ სხვილი საჩუქრისთვის, რომელიც ოჯახს უნდა რომ გაუკეთოს საკუთარ თავს ალბათ და შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, ასე ვთქვათ. მინდა გამცნოთ თუ ბოლო თვეების განმავლობაში ერთხელ მაინც თბილისის ზღვის წრიულ გზაზე ჩაგივლიათ მარკეტილის მხრიდან, იქ შეამჩნევდით რაღაცა გრანდიოზულ შენებლობას. კი, ნამდვილად და იქ მინდა გითხრათ რომ შენდება თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. ქალაქი ეს არ არის ხმამაღლა ნათქვამი, იმიტომ რომ ნამდვილად უდიდესი კომპლექსია, რომელიც ყველაფერს მოიცავს იმას, რასაც ხედავთ კადრში. გარდა საცხოვრებელი ბინებისა და ვილებისა, რომელიც იქნება გაერთიანებული თბილისის ზღვის ახალ ქალაქში, აქ იქნება საცურაო აუზი, სპორტული მოედნები, რესტორნები, კაფეები, გამაჯანსაღებელი ცენტრი, ველოსიპედის ბილიკები, სარბენი ბილიკები, მინი გოლფის სიმულაციური მოედანი, იოგას ცენტრი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ანუ რომ კითხავენ, მე თქვენ რომელი ქალაქიდან ბრძანდებით? მე თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. იქვე გვერდზე სასტუმროში დასახლდეს. ვიღაცა თუ ჩამოგივა და ახლოს იყოს თან შენთან. არ არის ეგ. არ გასაგია თუ არა და ამ ყოველ შეკითხვაზე პასუხს გაგცემს ჰუალინგ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ შიშინაშვილი. თინათინ, მობრძანდით ეცი ჩვენ და მოგვიყევით. საცხოვრებელსაც არა უშავს. იმედია მაგრამ მე ვიცი აბსოლუტურად სხვა კლიმატი არის, სხვა ჰაერი არის და კარგად ინფორმირებული ვგანგები. ნამდვილად გული ვისაც აწუხებ და ხშირად ექიმები ეუბნებოდნენ რომ თბილისის ზღვაზე წაბრძანდით და ისე ერთ ისუნთქეთ ღრმად, იმიტომ რომ ყველაზე სუფთა და რაღაცა გულისთვის მიკროკლიმატი. ერთი რომ მიკროკლიმატი თან ამ ქალაქში დღესდღეობით ალბათ მაინც ყველაზე ესეთ შემონახული არის ეს სუფთა გარემო, ჯანსაღი გარემო. ამასთან ერთად თვითონ პერსპექტიული არის, იმიტომ რომ ძალიან ხარ განვითარების მხრივ ძალიან ბევრი ინტერესი არის თბილისის ზღვის გარშემო განვითარების თვალსაზრისით. იმედი მაქვს სულ არ განაშენიანდება რომ ეს სარეკრეაციო ადგილები რა თქმა უნდა დარჩენილი იქნება. ჩვენ თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ ტერიტორიაზე ეს არის ახალი უბანი თითქმის და დღესდღეობით უკვე ინფრასტრუქტურულად გამართული არის. ჩვენ თბილისის ზღვის რეზიდენსი არის 2 მილიონი კვადრატული მეტრი. ეს მაღალსართულიანი სახლებიც იქნება და იქნება ვილების ზონა ცალკე. ანუ რამდენი ოჯახისთვის არის გათვლილი? აი ცით რა, ამ ეტაპზე დასრულებული არის 18 კორპუსი. მთლიანად იქნება ჯერ პირველ ეტაპზე 28 მაღალსართულიანი, დავიწყებთ მალე უკვე ვილების ზონის მშენებლობას. და გარშემო არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. რამდენია? და რამდენი სართულიანია თითოეული? 9. 9, მე-19 სართული არის დუპლექსი. აჰა, გაერთიანებული. და ასევე არის 2 ოთახიანი ბინები, 4 ოთახიანი სახლები ჩანს. რა ეტაპზეა ახლა მშენებლობა? დასრულებული არის, მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. სრულად აშენებულია. და აი ინფრასტრუქტურა, ვთქვათ, უკვე თუ აი როგორც არის ხოლმე რომ ვთქვათ, ბინა დასრულებულია კორპუსი არა, რადგან ამ ტერიტორიაზე 2015 წელს უნდა გაიმართოს და ამან უნდა უმასპინძლოს თბილისი 2015-ის ოლიმპიურ ფესტივალს. ჩვენს ტერიტორიაზე უკვე მაისში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hotels and Preference Hualing თბილისი, ასევე იქნება ფიტნეს ცენტრი. მაგარია. ფიტნეს ცენტრი, შიდა საცურაო აუზი, გარე სარბენი ბილიკები, ველოსიპედის ბილიკები იქნება ასე მოწყობილი. ასე შემდეგ ამ სასტუმროს ტერიტორიაზეა, ანუ სასტუმროს შენობაში არის. არა, ცალკე შენობა არის ფიტნესის, რომელიც ასევე ამ თბილისის ზღვის რეზიდენსში არის და ამის ფარგლებში. ფიტნეს დაუს კი ვიძახი ძალიან კარგია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერიტორიაზე იქნება სკოლა. ერთ სივრცეში სამსახურის რაღაცა ხო? ანუ ნამდვილი ქალაქია. ყველაფერი იმისათვის, რაც ხელს უწყობს ახალი უბნის ფუნქციონირებას, ყველაფერი იქნება ერთ სივრცეში მოწყობილი. ერთი სივრცე დაიტევს როგორც სარეკრეაციოს, ასევე სპორტულ გამაჯანსაღებელს, ასევე ადმინისტრაციულ შენობებს, სკოლა, ბაღი, პოლიცია, სახანძრო სამაშველო, სამედიცინო ძალიან ისე საავადმყოფო. ლამაზი და კარგი იქნება ალბათ არქიტექტურულად, მაგრამ ჩვენ ხა პირველი რა იყო ყველას ვისაც მოსწონს და ვისაც გული მიუღია, და თეთრი კარკასია როგორც ვთქვათ.
კლიმატს აუცილებლად შენარჩუნება უნდა და მიხმარება, ხო, გამწვანება. ჩვენ აუცილებლად რაც არ ვიცი, აი ნახევარი-ნახევარზე არის ესეთი მნიშვნელოვანი. არა, დასრულებული ბინებია. გამათობთ კი არა და ჯერ გვეგონა რომ კარკასის მდგომარეობით ბარდება და კი და როგორ ბარდება ბინები? ბინები ბარდება დასრულებული სახით, გარემონტებული. ბინებზე მოგახსენებთ 45 კვადრატულიდან 130 კვადრატულის ჩათვლით არის, ანუ სხვადასხვა შერჩევა შეიძლება, ანუ სურვილისამებრ, ფართო არჩევანია და რაც თავარია, ფასი არის ძალიან მიუმხიბვლელი, $630-დან. 630 1 კვადრატული მეტრი დასრულებული გარემონტებული ბინა. ანუ ბინის ფასი იზრდება მისი სართულის საუკეთესო ხედი და ანუ იზრდება უკვე კვადრატულობისა და სართულობის მიხედვით იზრდება და დაახლოებით $800 ფარგლებში. მაინც მაღლა არ ხო, დასრულებული ბინები. წესები ვარაუდოთ? არა, ამ ხელა არ არის. უბრალოდ ეს მაინც ზუსტად უნდა ნახოთ, რომელი კორპუსი, რომელი სართული ეს დამოკიდებული არის თვითონ კონკრეტულ რა მინდა კითხოთ, ეხლა კადრებში გამოჩნდა სადღაც საწოლიც იდგა. რაც თეთრ კარკაში, ხო, საბაზანო კიდე კარგი, სამზარეულო საბაზანო. დასრულებული ბინებია, გარემონტებული, არა თეთრი კარკასი. ხო, ავიდა, ანუ შევედი ვიცხოვრე არის. პირდაპირ ჩემოდი აბეჯი არ იქნება. ეს საწოლი არ შედის ავეჯში? შოურუმი იყო ეს შოურუმი გვაქვს გასაგები. რავთ იმისათვის რომ მობრძანდება უკვე იქ კონდეს განწყობა რომ აი საწოლი. ხო, იმიტომ მაყურებელიც ვერ დაიწყოს. აბა ვილებიც გვაინტერესებს, ვილების ზონა დაიწყება უკვე მოგვიანებით ამის მშენებლობა. და ვილები იქნება სხვადასხვა ასევე სიდიდის რამდენიმე ვილები ანუ კერძო სახლები რამდენი ტიპიური იქნება ხო რამდენიმე ტიპის იქნება და ამ რამდენიმე ტიპიდან შემდეგ შესაძლებელი ის იქნება სრულისამებრ ორი სართული სამი სართული რა სხვადასხვა კვადრატულობაც ალბათ რამდენი ვილა არის ჩაფიქრებული ასე ვთქვათ განსაკუთრებით იცით ეს იქნება ცალკე როგორც აი ვილების პატარა ესეთი კარგი და ვილის შეძენის შემთხვევაში მიწის ნაკუნწი მოყვება ვილას რამე ეს იქნება ჩვეულებრივად როგორც ყველა დეველოპერ პროექტის შემთხვევაში თავისი ანუ მიწის თქვათ ეს იქნება რომელიმე მაგალითად ისეთი ბინა მრავალბინიანი სახლი თქვათ იქ საერთო იქნება ეზო თუ იქნება ცალკე ვილა მას თავისი ეზო იქნება და ეს ყველაფერი უკვე შემდგომში კარგი ბაიკო გამწვანებაზე საუბრობ და ალბათ ეს მწვანე ზოლი მაინც მოხვდა თქვათ პარკის დასასვენებელი პარკის ტერიტორიაზე რომელიც ასევე შედის ხო ამ ანუ 50 ჰექტარი თბილისის ზღვის ახალ ქალაქში 50 ჰექტარი მთლიანად დაეთმობა მხოლოდ სარეკრეაციო გამწვანებას ინფრასტრუქტურის გარდა ანუ გზების და სხვა რაც იკავებს კიდე ასე ვთქვათ ეს შიდა ეზოები გვექნება მოწყობილი ძალიან კარგად გვექნება ხელოვნური ტბა გვექნება სარბენი ბილიკები ველობილიკები ანუ ყველაფერი იმისთვის რომ ადამიანი აქ გადმოსვლის შემდეგ აი მოხდეს ისეთ გარემოში რომ მოუნდეს ჯანსაღი ცხოვრების სიყვები დარბოდნენ და ჭიკჭიკებდნენ დილით გაიგვეძებ ჩიტები ტბაც იქნება როგორც აი ჩანდა ტბა ანუ თბილისის ზღვა ხომ ეს თვითონ არის ბუნებრივად უკვე ის დიდი პლუსი რაც აქვს ამ ტერიტორიაზე ასევე შიდა გამწვანება და შიდა მოწყობილი რამე თბილისის ზღვას ახლა მიექცა ყურადღება ბოლო წლებია და გამოიხედა თვალებში ასე ვთქვა და კიდევ კარგი მით უმეტეს ესეთ კლიმატურ ზონაში ყოფილა. აი ტბა რაღაცა ჩანჩქერი ისეთ სილამაზეები ჩანს რომ ნამდვილად მოგინდება იქ ცხოვრება. რაღაცა მე ამის შენარჩუნებაზე უკვე გვაქვს რამე გეგმები. იცით რა თვითონ თბილისის ზღვის რეზიდენსში იქნება ძალიან კომპლექსური მაღალი ხარისხის მომსახურება როგორც ბინების ასევე სახლის თქვა ეს იქნება დაცვა გამწვანების შენარჩუნება ყველანაირად ანუ ხელს შეუწყობთ რომ ეს ერთხელ შექმნილი რა თქმა უნდა ბოლომდე გაყვეს და ეს ჩვენს ინტერესშიც არის ისევე როგორც მყიდველის და ჩვენთან ეს კარგი მაგალითი სხვა უბნებისთვისაც ხო ეს უნდა იყოს ყველაზე მწვანე ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე ლამაზი უბანი და ყველასათვის სასურველი რაც ვთავაზობ სასურველი ბინებით სასურველი ფასებით და ერთი რამ მინდა კითხოთ, აქ ამოვიკითხე, რომ კვების ობიექტებიც და სავაჭრო ობიექტებიც მოიაზრება ამ კომპლექსში და თქვენ რაღაც მზადხართ, რომ თქვათ რაღაც კერძო კომპანიები შემოუშვათ და თქვათ მათ მოახდინონ საკუთარი მომსახურების გაწევა თუ თქვენ თავად უზრუნველყოფთ ამ ყველაფერს? თბილისის ზღვის ახალ ქალაქში გარდა რეზიდენსიის და ანუ საცხოვრებელი უბნის ასევე არის
ცალკე კიდევ თბილისის ზღვის პლაზა, ეს არის კომერციული სავაჭრო უბანი, ასევე 2 მილიონი კვადრატული მეტრი განაშენიანების ფართით, სამშენებლო ფართით და ეს თავისთავში მოიცავს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრს, რომლის მშენებლობა დასრულდება მომავალ წელს. ეს არის 110,000 კვადრატული მეტრი და მის გარშემო ინფრასტრუქტურა, მის გარშემო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, ასევე სასაწყობე მეურნეობები, ასე რომ ეს ყველაფერი გარდა საცხოვრებლის აქ იქნება კომპლექსურად დატვირთული და როგორც სავაჭრო, ასევე კომერციული, ეს რაც თქვენ ბრძანეთ, კვების ობიექტები, რესტორნები, ეს იმ სასტუმროშიც იქნება, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზეა და ცალკე ან ყველა შეუძლია ქირაობა, შეუძლია ყიდვა, ბინების ყიდვა კი ჩვენთან ძალიან მარტივია. რამე სისტემა მოქმედებს, თქვათ ალბათ განვადების Hualing ჯგუფის წევრი არის ბაზის ბანკი. და რა თქმა უნდა ბაზის ბანკს შემუშავებული აქვს ამ პროექტისთვის განსაკუთრებული პირობები, განსაკუთრებულად მარტივი და ადვილი არის ამ პირობებით ბინის შეძენა. აქვს განვადება როგორც 1 წლიანი და სრულად უპროცენტო, ანუ დადასტურებული შემოსავლის პირობებში, ასევე აქვს 5 წლიდან 5 წლიანი, აქვს 15 წლიანი განვადება. ძალიან მომხიბვლელი არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ განსაკუთრებულად შერჩეული არის განვადები. განსაკუთრებულად ჩვენი პროექტისთვის არის მათ მიერ ეს პირობები შემუშავებული და ყველა კლიენტზე იქნება მორგებული პიროვნულად ეს ბანკის პირობები. Hualing ჯგუფს თავშოთ საზღვარგარეთ სხვა ქვეყნებში თუ განუხორციელებია მსგავსი პროექტი და ანუ რამდენად ესე ვთქვათ წარმატებულად. Hualing ჯგუფი არის ჩინეთის ჩინეთშიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია, რომელსაც აქვს ჩინეთის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში აი ეს როგორც საბითუმო და დიდი სავაჭრო ცენტრები, თავისი სასტუმროები აქვს მალაიზიაში, აქვს კიდევ შეერთებულ შტატებში, ჰონგ-კონგში, ასე რომ ამის გამოცდილება მართვის გამოცდილება კომპანიას აქვს დაახლოებით 30 წლიანი და საქართველოში ეს არის ჩვენი პირველი პროექტია, ხო? მათ მიერ გამოცდილებული. არა, მაგრამ ყველაზე დიდი საქართველოში ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს 5 დიდი პროექტი საქართველოში, მაგრამ თბილისის ზღვის ახალი ქალაქი ყველაზე მასშტაბურია და ყველაზე საპასუხისმგებლო, იმიტომ რომ თბილისის ახალი უბანია, თბილისს თავაზობთ ახალ ცხოვრების ახალ წესს, რადგან აქ ყველაფერია იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ ზამთარ ზაფხულ ღია ცის ქვეშ თუ დახურულ სივრცეში ჯანსაღი ცხოვრების წესით დატკბობა ისარგებლოთ ყველა ამ ინფრასტრუქტურას. ხშირად, როდესაც დეველოპერული კომპანიები გარკვეულ შემოთავაზებას აკეთებენ, აქცენტს აკეთებენ ხოლმე სამშენებლო მასალების ხარისხზე და ზოგადად მშენებლობის ხარისხზე. ძალიან მნიშვნელოვანია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით როგორი ფსონი გაქვთ ასე ვთქვათ ბაზარზე და რა ტიპის სამშენებლო, ასე ვთქვათ მასალებით ხდება მშენებლობა. ანუ გარდა თვითონ ინჟინრების მიერ შემუშავებული ესეთი კომპლექსური სამშენებლო ტექნოლოგიის, რომ თქვათ, ეს არის სითბოს შენარჩუნება, იგივე თქვათ, ესეთი მოპირკეთება სახლების, სადაც აი ეს მთელი ტექნოლოგიები ენერგოდამზოგავი მშენებლობა. ხო, ამას გარდა აი მიზეზის გამო, როდესაც ამ ტერიტორიაზე 2015 წელს უნდა ოლიმპიური სოფელი გაიმართოს. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო და საკოორდინაციო კომისია წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის, მათი რეგულაციების მიხედვით დაიგეგმა და ისინი ყოველ რეგულარულად აწარმოებენ აი ამ იმას მონიტორინგს, შემოწმებას და ბოლო შემოწმების შემდეგ ძალიან ისეთი დადებითი შეფასებით დატოვეს ჩვენი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. მე ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ ესეთი sapasukhismgeblo ღონისძიება ხშირად არ იმართება ხოლმე მით უმეტეს სპორტის სივრცეში. თბილისში რამდენი წელი ამისთვის ვემზადებით და ძალიან ღირსეული იქნება მასპინძლობა, იმიტომ რომ როგორც წესი არა, მაგრამ ხშირად, როდესაც რაღაც ახალში ხდება ახალი ღონისძიება, ხშირად არის ხოლმე რაღაცა არ ვიცი, გამოუცდელობის თუ სიახლის გამო გარკვეული დისკომფორტები და მე იმედი მინდა მქონდეს, რომ სრულად იქნება დაძლეული წინასწარ. თქვენს იმედს არ გაგიცნობთ ის უნდა სასტუმრო რომ უკვე რაღაცა მაისში 2015 წლის მაისში უკვე თბილისის ზღვის ახალ ქალაქში დაგხვდებათ ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. ასეთი მასშტაბით მე მაინტერესებდა გზა.
აი ეს როგორ უნდა მიდიხარ უკვე ხო? ხო, აბა რა თქმა უნდა, ხო უნდა დავხედო. ვაზისუბნიდან თუ ვარკეთილიდან გადადის თუ ნაძალადების რაიონიდან მე გზა ვიცი. თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან მოხვდეთ თბილისის და გზა როგორია? რაც თავარი, ანუ ეს ერთი რომი ვიცი ეგეთი ყველაზე. მეორე გესადინება თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. ანუ ემატება რაღაცა მისასვლელი გზები. ჩვენ ინფრასტრუქტურა გავავითარეთ ვაზისუბნიდან თბილისის ზღვისკენ, რომ მოხვედრილი ყავით, აქამდე უნდა შემოგევლოთ. ახლა კი არის პირდაპირი გზა. ჩვენ გავაკეთეთ. თქვენ შემოგევლეთ მე? პირდაპირი გზა, ანუ ვაზისუბნიდან ვარკეთილის მიმართულებით, ასევე მახათას მთიდან ვარკეთილის მიმართულებით გაიჭრება გზა. მიმდინარეობს ახლა ეს სამუშაოები, ასევე იგივე ლოტკინისგან, თემქიდან, ანუ თბილისის ზღვის აი ამ წრიული გზით ძალიან მარტივი არის მოხვედრა. და არ არის გადატვირთული. არ არის გადატვირთული, არ არის შუქნიშნული. ჯერჯერობით არ არის დეცენტრალიზაციის კონცეფციას, რომელსაც ასევე ემხრობი მე, ფანტასტიკურად ამართლებს ეს კომპლექსი, რომ თბილისის ცენტრიდან გავიდე. და დიახ, და ასევე მეორე რომ ყველანაირად ეს იქნება აღჭურვილი ყველა იმ ინფრასტრუქტურით, რაც საჭირო ახალი უბნისთვის, რაც საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის და ასევე რაც თავარია შემოგთავაზებთ და შევთავაზებთ ჩვენს ახალ კლიენტებს სასარგებლო პირობებს ბინის შეძენისთვის მარტივ მობინადრეები ყავს დიახ უი რა მაგარია ყავს მობინადრეები და ასევე ძალიან დიდია უკვე ინტერესი მიუხედავად იმისა რომ ეს ახალი დაწყებულია ბინების გაყიდვა უკვე ჩვენი ბინების მიმართ ძალიან დიდია ინტერესი განსაკუთრებით აი როგორც აღნიშნე ბაზის ბანკის აი ამ ძალიან მოქნილი პირობების გამო კიდევ უფრო გაზრდილი არის ინტერესი და კაი მობინადრეები გამარჯვებულებს წარმატებული ახალსახლობა ყველას შევხვდეთ ახალწელს ახალ ბინაში წავედით შევისმენთ ახალ ბინაში გეპატიჟებით და ჯერ ახალი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი დაათვალიერეთ ეს არის მომავლის ქალაქი მაგრამ მანამდე გეპატიჟებით ხვალ ამერიკოს სუპერ ხვალამდე